თითქმის მთელი დეკემბერი ეს ცემა და ცემის გზით ადამიანების დაშინება, რომ სადარბაზოდან რომ გამოდიხარ, უსაფრთხოდ არ ხარ, შეიძლება ვიღაცა ჩაგისაფრთხეს და გცემოსლიათ აგერ ადამიანები თქვენს უკან ფოტოებზე არიან გამოსახულები თუ რა დაემართათ მათ. მაგრამ ამან პირიქით გააძლიერა პროტესტი. ახლა მიმართეს ამ მეორე გზას, რომ ჯარიმები. იცით რა ის ახლა მე სამართლის საქმეებით, აისაც არ დაგვაქვს 60 სამართლის კი ბატონო. და ეს ამ ადამიანების ბედი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის სოლიდარობა ყველა მათგანს, თავისუფლება ყველა მათგანს და მე მათ ხედავ მაღლა როგორც მირებად, ხო? იმიტომ რომ იმდენი რამდენიც მათ გაიღეს, არავის არ გაუღია წლებით ციხე ემუქრებათ მათ. ეხლა რომ გადავიდეთ ამ ჯარიმებზე, ისე დაუბრუნდეთ პროფესორად ჯარიმებს. მე სამართალმცოდნე არ ვარ, მაგრამ სამართლის პრინციპებში ერთი რაღაცა მაქვს ნასწავლი. რომ კანონი არის მყრადშობილი თუ მას არ აღიარებს იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ის ეხება. ნუ ვერ იმოქმედს, ეხლა სიტყვაზე რო ვთქვათ რა, ძალიან ისე გაგუქებულად საქართველოში მიცვალებულის კულტი არის, პანაშვიდი, დაკრძალვა, წესსაგება, მთელი ამბავი, ხო? და ეხლა საქართველოში რომ დაკანონდეს კრემაცია, ანუ ადამიანების დაწვა. არ იმუშავებს უბრალოდ რა, რომ ადამიანები ყველაფერს გაკეთებენ, რომ ამას გვერდი აუარო. ისე აი სამართლებრივი პრინციპი რომ განვარტოთ, როგორ მუშაობს ეს ამბავი. ასევე, ანუ აი იგივე NGO-ების რუსული კანონი რომ მიიღეს, ხო? არ მუშაობს რა, იმიტომ რომ არავის ეხლა იღებენ ფარას. არავის ესე იგი ადამიანები უარს აცხადებენ ამას დაემორჩილონ და რაც შეეხება ჯარიმებს, სასამართლოებში არის, ანუ ყველა წავიდა სასამართლოში. სასამართლოებში არის უამრავი საცობი, აი ამ საქმეებისა, ვერ განიხილავენ უბრალოდ. არის ათასობით ადამიანზე საუბარი და ამისი ადმინისტრირების რესურსი როგორც ჩანს დღესდღეობით ქართულ ოცნებას არ აქვს და ადამიანებს შორის არის სოლიდარობა ძალიან დიდი.